ერთადერთი აღნიშნავ ის, რომ არც ერთი შუამდგომლობა ჩვენს მხრივ არ დაკმაყოფილი და წარდგენილი დაკმაყოფილი მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობა. ასე აფასებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომას აიბ ბაგაბაღების გაერთიანების ადვოკატი რამაზიობიძე. დღევანდელი პროცესის შემდეგ მაკა აბულაძის ოჯახის ნათესავსა და რამაზიობიძის შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აბულაძის თქმით, ბაღების გაერთიანების იურისტი სასამართლოს სხდომაზე პროვოკაციულად იქცეოდა და სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა. ასე მოდიოდა აშკარად. პროცესი ითამაშა ნერვებს. პროცესი წარიმართა საკმაოდ მწვავედ. მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობები, რომლებიც არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ, იმიტომ რომ უსაფუძვლო იყო და სამართლებრივი მტკიცებულება არ ახლდა არც ერთ შუამდგომლობას და ამდენად უკვე მეორე ნაწილი, პროცესის მეორე ნაწილი გაერთიანების იურისტი მოდიოდა პროვოკაციაზე და საკმაოდ მწვავე პროცესი იყო. ბაგაბაღების გაერთიანების იურისტის პროვოკაციულ ქმედებაზე საუბრობს ასევე ნომერ პირველი ბაგაბაღის ყოფილი დირექტორი ზაალ ხონელიძეც. გაერთიანების იურისტი, რომელიც ცდილობდა მიზანმიმართულად გაეწელა პროცესის სხვადასხვა ტყუილ ფაქტობრივ გარემოებებს ისჩვეულებდა იმისთვის, რომ დღეს არ დასრულებულიყო მაკა აბულაძის სხდომა, მთლიანად მოსამზადე მთავარი სხდომა, ამიტომ სავარაუდოდ ამან გამოიწვია იმ ადამიანების გაღიზიანება და იმ ტყუილებმა, რაც ილაპარაკა რამაზიობიძემ მოსამართლის და ზოგადად სასამართლოს წინაშე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბაგაბაღების გაერთიანებისა და ნომერ 13 ბაღის ყოფილი გამგის მაკა აბულაძის საქმეზე განაჩენი 14 სექტემბერს გამოცხადდება.